დღეს ვისაუბრებ Mazda-ს ნაკლებად პოპულარულ ელექტრომობილზე, MX-30-ზე. თუ რამდენად პრაქტიკულია, როგორ გამოიყურება და რამდენ კილომეტრს გაგვატარებს ერთი დამოხტვით. Mazda-მ გადაწყვიტა რომ შეექმნა ელექტრომობილი, თუმცა მე მგონია რომ ელექტრომობილისთვის ძალიან ცუდი სტარტი აიღო. Mazda-ს შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ ეს ავტომობილი იქნებოდა მხოლოდ ქალაქისთვის განკუთვნილი და ის ერთი დამოხტვით გაგატარებდათ 180-დან 200 კილომეტრამდე. მისი ელემენტები შეადგენს 35.5 კილოვატს და ქალაქის პირობებშიც კი 180 და 200 კილომეტრი მგონია რომ ძალიან ცოტა არის. ეს ავტომობილი ზამთრის პირობებში კიდევ უფრო ნაკლებს გაგატარებთ. ეს იყო ელექტრომობილებში Mazda-ს სრული კრახი. ეს იყო ძალიან ცუდი სტარტი და მგონია რომ ასე არ უნდა დაიწყოთ. მანქანა ერთი დამოხტვით გაგატარებთ 180-დან 200 კილომეტრამდე, მისი ელემენტების მოცულობა კი 35.5 კილოვატი არის და ის არის წინაამძრავი. 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 9 წამში, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელი არის. თუმცა მის ელემენტების მოცულობას თუ გავითვალისწინებთ, ასეც უნდა მომხდარიყო. მანქანა ძალიან კარგად გამოიყურება, აქვს ძალიან კარგი მართვა, რა თქმა უნდა, არის ძალიან ჩუმი, სხვა უკეთეს Mazda MX-30-ზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით. Mazda MX-30 გამოვიდა 2021 წლიდან და მისი ფასი საშუალოდ 34,000-დან 37,000 დოლარამდე მერყეობს. რა თქმა უნდა, უგულისხმობ ახალს. მეორადი ავტომობილები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო იაფი ღირს. მის ფასთა კატეგორიაში ბევრად უკეთესი ავტომობილები არის. ასეთი იყო ჩემი განხილვა Mazda MX-30-ზე და თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერე ჩემი არხი და დამიწერე კომენტარებში, რომელი მანქანა განვიხილო შემდეგ ვიდეოში.